სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში C-ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა ქორთიარდ მერიოდში. პროგრამა სასჯელ აღსრულების სისტემისთვის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რამდენი ჯავდებული მკურნალობა განხორციელდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები და რა ფინანსურ რესურსებთან იქნება ამ პროგრამის განხორციელება დაკავშირებული. პროგრამული დოკუმენტის განხილვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მოხდება, რის შემდეგაც მისი მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს დასაფინანსებლად გადაეგზავნება. პროგრამა ათასობით მსჯავრდებულს მომავალში დაიცავს ინფიცირებისგან და ასეულობით მსჯავრდებულს უზრუნველყოფს მკურნალობით წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ამ პროგრამის დაწყებას სასჯელ აღსრულების სისტემაში მოჰყვეს მთელი მოსახლეობისთვის, ვისაც ეს მკურნალობა სჭირდება, C-ჰეპატიტის მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვანი კლება. ფონდი საკმაოდ დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. თვლით რა, რომ ეს არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე, რადგან ძალიან მაღალია ინფიცირებულების დონე, მრავლდენობა და მკურნალობის სიძვირის გამო ძალიან დაბალი არის მასზე ხელმისაწვდომობა.